ერთი თვის განმავლობაში დაპყრობილ ტელესადგურში დაბრუნებამდე გვეგონა, რომ დაგვარბიეს და გამოგვყარეს. ვწდებოდით, თურმე გაგვძარცვეს და დაგვაყაჩაღეს კიდეც. 7 ნოემბერი მოგვეხსენება იმედში შემოჭრით დაგვირგვინდა. სამწუხაროდ ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო მასალა არ არსებობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ვისაც მისი გადაღება შეეძლო, იმ დროს იატაკზე იყო განთხმული. ხოლო დასვის სამსახურის სამეთვალყურეო ვიდეო კამერები დაფიქსირებული კადრები თავად სპეცრაზმელებმა გაანადგურეს. ერთადერთი რაც შემოგრჩა, სხვა ტელევიზიების მიერ გადაღებული იმედის ჭიშკართან განვითარებული მოვლენების ამსახველი მასალაა. რაც შეეხება შენობის შიგნით მიმდინარე პროცესებს, მისი გადაღება ფარულად მხოლოდ მობილურით მოხერხდა. ამიტომაც, როდესაც იმედში შემოჭრაზე სიუჟეტის მომზადება გადავწყვიტეთ, იძულებული გავხდით ეპიზოდების ნაწილის რეკონსტრუქცია მოგვეხდინა და ამ გზით აღვედგინა იმ დღეს შენობის შიგნით განვითარებული მოვლენების სურათი. დროების ჟურნალისტი თიკო ფეიქრიშვილი მოგიყვებათ, როგორ ვითარდებოდა სპეცოპერაცია იმედი. სტუმრები პირველად ლუბლიანას ქუჩის შემოსასვლელთან გამოჩნდნენ. მანქანა იყო, ანათებდა წინ და უკან რა ხდებოდა ვერ ხედავდით მანქანას უკან და უცებს წამოვიდა ხალხი ყვერელი წივილით ვერ გავიგეთ ვერაფერ ვერ მივხვდით რა ხდებოდა და რომ მოვიახლოვდნენ დავყარეს ძირს და მიღბიანები კი და არ აგვაწევინეს თავი და რა ხდებოდა არ ვიცი ყვეროდენ დაწექით მიღბიანები იყვნენ მარტო აი ვერ გავსხვევდი ერთ ფულმოში იყო სხვა კიდევ მეთოდით ხდება შენობის დაცვის განიარაღებაც. გამოვიქეცი ძალიან სწრაფი ნაბიჯით, მაგრამ სადღაც ამ ადგილზე რომ მოვაქციე, უკვე დამხვდა ავტომატით ტიპი და მითხრა რომ არც ვიფიქრო, ეგრევე დაწექია. ნუ ფაქტობრივად აქვე ნუ შემოსასვლელი და აქვე ვიწექი რა. და ნუ საკ და შემოდიოდნენ, აგზელებდნენ შემოსვლას, ყველას უდრის იყო ჩემზე გადადიოდნენ პირდაპირ თავზე რა. სეკიურიტის კამერა რა დაამტვრეს, ამის მომსწრე ნამდვილად არ იმიტომ. ესეც ჩემ თავზე მოხდა, თქვევიდან დავინახე რა. აი ამ კამერაზე ლაპარაკი მაღლა იყო და ესე მოვიდა რა ტიპი. და ერთმა მეორე აწია და ავტომატის კონდახით მოამტვრიეს. ჩამოგვიჭე. გარა. სტუმრების მოსვლა იმავე წუთში ხდება ცნობილი იმედის თანამშრომლებისთვისაც. დაუჯერე ეგრევე რაც თქვა რომ სპეცნაზია შემოვარდნილი მგონიო ეს დააყოლა დაწუნებული ნამდვილად არ იყო თვითონაც სასწრაფო წესით დავაჭირე ღილაკს და ვაცნობე ჩვენ წამყვანებს რომ შემოვარდნილია სპეც დანიშნულების რაზმი მეთქი. როგორც ახლა გვაცნობებენ ტელეკომპანია იმედთან უკვე სპეცრაზმის ძალებია მობილიზებული ისინი უკვე შემოიჭრნენ ტელეკომპანია იმედში. ის რომ ქრონიკა ეთერშია ამას ძალოვნები მესამე სართულის ვიტრაჟებიდან უყურებენ. შენობის რთული კონსტრუქციის გამო ისინი დიდხანს ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება მოხვედრა იმ სტუდიაში, სადაც რამდენიმე წუთში გიორგი თარგამაძე შედის. ეთერში ყოფნის პერიოდში გიორგი ვიტრაჟებიდან სპეცრაზმს თვითონაც ხედავს. ამ დროს ამტრავენ საეთერო სკარს და ეთერიც ითიშება. გადავწყვეტე პატარა დროის მოგება და თუმბოჩკა იყო იქით დადებული. მოგიდე ხელი კარებსთან მივაგდი. ბიჭების კამები მე მივაყარეთ ყველაფერი და დავიწყეთ კარების დაჭერა. ეს კარი რომ გადმოინგრა და გადმოვარდა. აქედან რომ გავხედე, უამრავი შემორბოდნენ. აი ვერ დათვლით იმდენი იყვნენ და გაივსო. აი აქ ვიწექიმენ. არა, პაატა იწომა. ერთადერთი პაატა იყო. ეს ადგილი არ იყო იქ. ბატონო ვიწექი? ბატონო დანარჩენი ადგილი. აქ იყო აუდიო პულტი, ხმის პულტი. და მთხოვდნენ რომ გინდა თუ არა გამორთეოდნენ. მე ვეუბნებოდი რომ არ ვიცი ამ პულტის გამორთვა მეთქი და ადგამერე და კონტაქტი. ვინ გამორთო პულტი? თვითონ. სპეცრაზმის მოთხოვნა ერთი და იგივეა. მობილური ტელეფონის ჩამორთმევა და ძირს დაწოლა შენობაში მყოფ ყველა თანამშრომელს ეხება. აი ხო გამოვედი, კიბეებიდან დავინახე რომ უკვე ამორბოდნენ და გაჩერდით სადაც ხართო. რომ გამაჩერეს აი ეს ტელეფონი მეჭირა, ესეც ჩამომართვეს და აი დამაწვინეს, თავი მედო აი აქ და ნუ კი გითხრეს რომ არ გამოიხედოთ, მაგრამ უყურებდი ყველაფერს, აქ როგორ მოძრავდნენ, როგორ იძახოდნენ, სად არის მესამე სართული, როგორ აცვიდნენ, ოღონდ მიღბოები ნაწილი აქ მესამე სართულზე, დანარჩენები აი აქ შეცვიდნენ. ამ დროს უკვე მატულობს ხალხი იმედის შენობის ჭიშკართან. პრაქტიკანტი გოგონა ანა იასაშვილი რომელიც ამ დროს არ ვიცი შიშისგან ალბათ ცუდად გახდა დაიწყო ასთმური შეტევა.
იქ უკვე მე თავზე დავკარგე, ავღრიალდი, რომ ჩამოკვდება ეხა ეს გოგო ხელში ჩქარა დროზე დავაი სასწრაფო გამოიძახე. თავს უკვე მე ვეღარ ვაკონტროლებდი და ვეღარ წვენს რაზმენდი. მე რა ნახეს რომ ეხა მართლა რომ ცუდად გახდა, მითხრეს რომ სასწრაფოც გამოძახებულიაო, ამ დროს მე მივხვდი რომ სასწრაფო გამოძახებული იყო, მაგრამ მას არ უშვებდნენ შენ ეზოში სპეცრაზმენები. ბევრ ხალხს მალევე უფრო ბევრი პოლიციელი ემატება. ყვითელაბადიანთა კოლონა იმედის ჭიშკარში შედის. იქ უკვე თანამშრომლები აღარ არიან. იმედი! ჟურნალისტები ვარ! ჟურნალისტები ვარ! ვიღაცამ ქვემოდან დამიძახა, რომ სპეცნაზი მოდისო და ჩამოდიო, მოკლედ პრობლემა არ შეგექმნასო და ჩემი ჩამოსვლა და ეს ჯინსიანები ყვითელ იმაში უბრალოდ შავები ეცვათ და ჯინსები. და მეც შავი ოპერატორის ის მეცვა, ზედა ჩასაცმელი და ჯინსები მეცვა. არ ვიცი ამის გამო იყო დინებას შემოვყევი, რომ ფეხი რო დავადგი მიწას, ფაქტიურად ვიყავი უკვე შენობაში. ჭიშკრის მეორე მხარეს აღმოჩნდა კახა იმნაიშვილი, იმედის თანამშრომელი. ეს ერთადერთი და უნიკალური სატელეფონო კადრები სწორედ მან და მისმა კოლეგამ გადაიღეს. მე ვინაიდან შემდეგ შემოვედი, გადმოვძვერა მალაღაფის კარებზე. და ვიღებდი როგორ ყურზე მქონდა ეს მინდემური და ვითომ ლაპარაკობდი და ესე მქონდა ჩართო მახსოვს აქ ნიუსრუმის შესასვლელთან ერთი იქნებოდა ესე რაღაც ერთი 150 კილოიანი რა ვიცი ფალოსის კულტის აპოლოგეტი როგორ დახტოდა კომპიუტერის პროცესორზე. ამ ოთახში ხდება. ხო, აი ამ ოთახში, აი ამაზე დახტოდა პირდაპირ პროცესორზე და მთლიან თავის როკვით მისის როკვის და ხტონის მაშინ გამოიხატებოდა რომ ეს იყო კმაყოფილი რა. და გვერდით ედგა იგივე სექტის წარმომადგენელი შედარებით მომცრო ქრომოსომა, რომელიც ეს დივიკამის კასეტებს ესე პუტავდა. ესე პუტავდა და ეტყობა დიდხანს გაუგრძელდა, ეს არილეოდა ფირი ამ კასეტაში და მოწყენილი იყო ამიტომ. იქ გავიხედე და ყველა სცემდნენ უკვე დავინახეს აზარელი ფაქტი როგორ მისდევდნენ ადამიანს ცემით და დააგდეს ძირთა როგორც კი დააგდეს მე დავიძახე რომ არ მოკლათო და ხელი ვკარი უბრალოდ ამ ადამიანს და გადავეფარი და ყველა აზარელი ფაქტი რაც იყო რომ გადავეფარი ამ კაცს და დავინახე ამ ადამიანის სახე აღმოჩნდა მამაჩემი და ამაზე საერთოდ გავომგდი იქ ჩანს კიდევაც ფაქტებში რომ ხელიც მივაფარე სახეზე და ისეთ მომენტში დავინახეთ ამ მამაჩემის სახე როდესაც სახეში უტყავდნენ ფერს რადგან შენობაში ძალოვნების მეტი არავინ იყო, თავარი ამბავი კინოსტუდიის ეზოში და ლუბლიანას ქუჩაზე გაგრძელდა. ფედერალური პოლიცია საჭარით დამატყოლები ჩაიბარა. აიჭირე დაწიეთ ბიჭო რა შვები, ხო? ადამიანია ხო ბოლოს და სასწრაფოში შეიყვანეს სასწრაფოში. ამ პერიოდში დაზარალდა იმედის ყველაზე მეტი თანამშრომელი და ის მოქალაქეები, ვინც მათ მხარდასაჭერად მოვიდა. მათი დევნა ძალოვნების მხრიდან რამდენიმე საათის განმავლობაში უკვე ქუჩებში გრძელდებოდა.